საღამომშვიდობისა ელისო. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და ჩვენს საზაფხულო სტუდიაში ამოხვედით. ელისო კილაძე ჟურნალისტი არ ეკუთვნის მხოლოდ საკუთარ თავს, მაგრამ ჟურნალისტი, რომელიც ძალიან საზოგადოდ ცნობილია, მოგვიწევს კიდევ ბევრ რამეზე საუბარი, ის უფრო მეტად არ ეკუთვნის საკუთარ თავს და რაღაცნაირად აღარ ხარ შენ გამადიდებელი შუშის ქვეშ გიწევს ცხოვრება. სულ ადრინდელ ელისოსთან შეიძლება ცოტა ხნით დავბრუნდეთ, როცა ეს საძაგელი პროფესია აირჩია. ხო, პრინციპში ეს საძაგელი პროფესია არ ამირჩევია. თავისთვის მოვიდა, ჯერ კიდევ ბავშვობაში. ჩემშობლებს უნდათ რომ ექიმი გამოსულიყავი, მამა ჩემს განსაკუთრებით და მე მინდოდა მსახიობობა. რაღაცით გავს მსახიობობა და ჟურნალისტიკა ერთმანეთს და მე უცებ აღმოვაჩინე რომ წერა მიყვარს და ცნობის მოყვარეც ვარ. და ცნობის მოყვარეობა ერთ-ერთი მთავარი პირობაა ჟურნალისტის. და პრინციპში ხო, აი ეს წერა და ცნობის მოყვარეობა მე საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ეს არის ჟურნალისტიკა. სხვა დანარჩენ რამებთან ერთადაც მოკლედ რა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დამთავრებული არა მაქვს. ფილოსოფია ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვაბარებდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე ადრე გავთხოვდი, მოკლედ და დავბრუნდი ქუთაისში საცხოვრებლად. და მესამე კურსზე ვიყავი, მოკლედ იურისტი ვარ პროფესიით, წითელი დიპლომით, ძალიან მეხმარება სხვათა შორის ეს კანონების ცოდნა. და მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც უკვე ერთადერთი გაზეთი იყო მაშინ ქუთაისში, გაზეთი ქუთაისი და გავხდი უკვე შტატიანი კორესპონდენტი. იყო დავიწყეთ ამ სკანდალებით, მოკლედ ჩემი ფსევდონიმი იყო მათებიჭი და ყველა ომში ვარ ნამყოფი. რაც არსებობს თავისი კურიოზებით. მაგალითად, როდესაც იყო ამბავი, რომ ჩემი მეუღლე პოლიციაში მუშაობდა, მაღალჩინოსნის რანგით დატოვა წინა ხელისუფლების დროს თანამდებობა და მოკლედ მაშინ არ იყო მობილური ტელეფონები, პეიჯერები იყო მარტო. და ერთ დილასაც გამთენიისას მას ურეკავენ, რომ ყაზარმულია სამსახურში, რომ დაიწყო რაღაც კაკოელიავას ამბოხი და ამბავი რო იყო, დაიწყო ეს ამბავი. მოკლედ და ნუ ყველა წავიდა მოკლედ სახლიდან რა. მე ველოდები გათენებას. ეხლა დედაჩემი როდის გამოჩნდება, რომ დათო მაშინ მარტო ერთი, რომ ბავშვი დავტოვო რა და მეც წავიდე მოკლედ. დაურეკეთ ჩემს მეგობრებს, პეიჯერზე უბრალოდ გავუგზავნე ინფორმაცია, გავაღვიძე სასწრაფოდ დედაჩემი და მოკლედ მე შოთიკო სანდუხაძე მე მაჟორიტარი იყო ქუთაისის და თემურ საგარეშვილი წავედით მივდივართ ეხლა ამ რაღაცა ხონის გზაზე გონია რომ მივყვებით უკან სამთავრობო ჯარია გამოსული და რაღაცა ამბები არის თურმე ელიავას ნაფეხურებს მივყვებით რეალურად არც ჯარი არც პოლიცია და დილა გათენდა ხონის პოლიციასთან ვართ და გამოიხედა ჩემმა ქმარმა, მოკლედ ესენი არიან კბილებამდე შეიარაღებულები, ეხა პოლიციელები რაღაცა და მიყურავს რომ პოლიციასთან მდგევარ მეც ჩემს მეგობრებთან ერთად და მოკლედ ძალიან დავიძაბეთ მაშინ, იმიტომ რომ როგორია ეხა ხო თვითონ ოპერაციაზე და მეც სადღაც იქ და მაინც ეგეთია მოკლედ ჩვენი პროფესია რა, არ უწევ ანგარის არაფერს, არ იცი როდის საწახვალ და არ იცი როდის რა სიტუაციაში მოგიხდება. და არაფერს არ ლაპარაკობ ოჯახის წევრებთან. ხო, ეგ არის უმთავრესი. იცით რატო? აი ნახეთ ეს ძველი ამბავია უკვე და საიდუმლოს გამხელა ალბათ შეიძლება გვარების გარეშე. მოკლედ, სულ მიჯნავდით სახლში ამას და ჩემი მეუღლის სამსახურიდან წამოსვლის მიზეზიც ეს იყო. ჩემი პროფესია, მოკლედ, რომ იცოდეთ, საკმაოდ ისეთი იყო რა, წინა პერიოდში ვარდების რევოლუციის პერიოდია. გარდამავალ პერიოდში მოუწია ამირან ნაცვლიშვილის გამტაცებლების ჯგუფი აიყვანა. პერიოდში იმერეთში ძალიან ბევრი გატაცება იყო ადამიანების და ბოლო იყო ამირან ნაცვლიშვილის და სამი თვე მოკლედ თვალით არ გვინახავს ტყეში ცხოვრობდა თავის ჯგუფთან ერთად მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ამასობაში მოხდა ვარდების რევოლუცია, მიშა სააკაშვილმა ღირსების ორდენით და რიგარეშე ჩინით და ფულადი ჯილდოთი დააჯილდოვა მთელი ეს ჯგუფი და მე ხდება ეგეთი რამე რომ მე მაქვს კასეტა, ნუ აღარ მინდა ეხა დეტალებში ჩავიდე იმ ადამიანის, ვინც გაიტანა ჩემგან ეს ინფორმაცია, სადაც კანონიერი ქურდის წვეულებაზე არიან მაღალჩინოსნები, მოკლედ ქალაქის მაშინდელი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ასე შემდეგ. და გავრცელდა რატომღაც აი ეს ჩემს სახლში სტუმრად მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა გაიტანა მოკლედ ეგ ამბავი და ჩემ შვილს შესთავაზეს 13 წლის იყო დათუნა მაშინ ფული $5000 მოგცემ და ოღონ ეს კასეტა გამოიტანე და გადაგვაწერინეო რა, ანუ რა თქმა უნდა ეგ არ ქნა, რაღაცა უთქმელ ამბებს ყვები მე მგონი, ხო? ხო და ნანა ლეჟავა იყო მოკლედ, ვისაც უნდოდა ეს კასეტა. არა თქვი, მე დადგეს სცენა რომ რუსთავი ორის მაშინდელი სტაჟიორი თითქოს ვიღაცამ გაიტაცა
და ერთ ღამეში ზუსტად თუ სიუჟეტიდან გასვლის მერე მთელი სოდი, კუდი და ხელმძღვანელობა იყო ქუთაისში. გამოძიება დაიწყეს ანძების მიხედვით, რაღაცა აღმოჩნდა რომ არავინ არ გაუტაცია, უბრალოდ მას სახში ეძინა და შეცდომაში შეიყვანა რეალურად მაშინდელი ხელმძღვანელობა. ასე გადარჩა დაჭერა ჩემი ძმა და შვილი, არ ვიცი რას უწყლოვანი იყო როგორ დაიჭერდნენ. მაგრამ ვანო მერაბიშვილმა ჩემს ქმარს დაურეკა და უთხრა რომ შენმა ცოლმა კასეტა მოიტანოსო. ამ კასეტაზე რა ხდება? ანუ კანონიერი ქურდის ქორწილია. ქორწილია, კი მე ბატონო. მაქვს კასეტა, რომელ კასეტაზეც კანონიერი ქურდის წვეულებაზე ერთად არიან მაღალჩინოსნები და ქურდები. შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნები თუ უკვე ახალი შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებიც ზოგი არის უკვე გადმოპორტირებულია უკვე ნაციონალურ მოძრაობაში. ნაციონალურ მოძრაობაში და ჩემო ქმარმა უთხრა რომ არაო, მას თავის პროფესია აქვს, მე ჩემიო, კასტას არ მოიტანსო, მაშინ დაწერა განცხადებაო და დაწერა განცხადება სამსახურიდან წამოვიდა, ასე შევიწირე კარიერა მოკლედ ჩემი ქმრის. ანუ ეგ არის მთავარი ამბავი. ყველა სულ მიჯნავდით ამას. პრინციპში რომ წყარო ხო არ არის ხუ ეძებდნენ რომ მისი ქმარი ხო არ უყვება ამბებს, მაგრამ მე ბევრად უფრო მაღალი ჩინის წყაროები მყავდა პოლიციაში ვიდრე იყო ჩემი ქმარი. და ალბათ ყავს. ხო, და ალბათ ყავს. აი, როცა ესეთი ბევრი ამბავი დაგიგროვდა აი ამ კარიერულ გზაზე, რაც გაიარე, ესეთი მნიშვნელოვანი ამბავს როცა მოიპოვებ და შემდეგ შენ ხარ ამ ამბის პირველ წყარო, ეს კიდევ დამატებით დიდი რომანტიკაც არის და მოტივაცია. ხო, ჟურნალისტი ხარ და ხო იცი ეს რასაც ნიშნავს. კი. აი, როდის გაიაზრე, რომ ჟურნალისტიკა არის უდიდესი პასუხისგებლობა. ანუ პირველ ეტაპზე ვიდრე სულ ვიცოდი, იმიტომ რომ ყოველთვის ბევრი შემთხვევა იყო, მთავაზობდნენ ფულს იმისთვის, რომ რაღაც არ გამეკეთებია. თავაზობდნენ ფულს, რომ რაღაც გამეკეთებია, იყო თხოვნები და სულ ვიყავი დისტანცირებული, იმიტომ რომ და არ მყავს პოლიტიკოსი მეგობრები, არც მყავდა სიმართლე რომ გითხრა, არასდროს არ მინდოდა რომ აი რაღაცა აღრეული ყოფილიყავი ამ ხო, რომ პასუხისგებლობისგან დაცლილი ხარ, შენი მეგობარი პოლიტიკოსია, პოლიტიკოსია, მე უკვე ამას ვეღარ აკეთებ, რაც გინდა ადამიანმა რომ გააკეთო. ჯანდაბა ეს ქარი რო ამოვარდა. მოკლედ ჩაუბრობდით იმაზე, რომ ქართულ ოცნებასთან ჰქონდათ ასე თქვა. ყველა ლიდერს ვიცნობ და მოკლედ ცალკე შტაბი იყო ეს, რომელსაც ამერიკელი ანალიტიკოსი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ხელმძღვანელობდა, ჩამოსული იყო წინა საარჩევნო და ბევრ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მიდიოდა იქ მუშაობა, მაგრამ ამას და მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში, მოკლედ დააკომპლექტეს მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი ღმერთია, პრემიერია და ქვეყნისთვის იცით რა ხდება და რა ამბავია. და 2013 წლის გაზაფხულია, ადრე გაზაფხულია, ჩემთან მოდის რუსთავის მაშინდელი მერი ლაშა მინდელი. მოკლედ მინდელის ძმა, უბრალოდ მაშინდელი მერის და მეუბნება, რომ ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც არის მაშინ მთავარი პროკურორის მოადგილე, ტენის მას 15 მილიონის გათეთრების საქმეს. მაგრამ რეალურად რუსმეტალის საქმე ქვია მას, რეალურად ეს ასე არ არის. და მომიყვა როგორც არის, მოკლედ და ვერ ვიპოვე, არ ვიცი სად წავიდეო, იმიტომ რომ მედია იცი როგორც არის და მითხრეს რომ შენთან შეიძლება მოვიდე. და მეთქი კი ბატონო და მომიყევი, აბა როგორ არის და ოღონდ ნაცვლიშვილს უკვე ჩატარებული აქვს ბრიფინგი, რაღაც სქემები და დაფებზე გამოტანილი ამბავი, რომ რაღაცა ფულის გათეთრება და ასე შენ სინამდვილეში წილს ჩალიჩობს რა და ფულს რა ამ კომპანიიდან და მოკლედ მე ვატარებ ჩემს ოფისში, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდა, ჩემს ოფისში პრესკონფერენციას, რომელ პრესკონფერენციაზეც ვყვევი ამ ამბავს, მაშინდელი ამ ფულის გათეთრების სქემის, ატყდა პირველი პროტესტი იყო, პირველი კრიტიკული მასალა იყო ქართული ოცნების პირობებში და ატყდა, აი დაინგრა ქვეყანა მართლა. და მოვთხოვე რომ გადააყენეთ ლაშა ნაცვლიშვილი, იმიტომ რომ კორუფციის ამბავია. ოღონ არჩევანი მქონდა, შემეძლო ძალიან კარგად მეცხოვრა, ბედნიერად, ხა პროპაგანდისტი ვერ გავხდებოდი, რა თქმა უნდა, რასაც ახლა ეს ქართული ოცნების პიარშიკები ეგრეთ წოდებულები აკეთებენ, მაგრამ მშვიდად და უზრუნველად ვიცხოვრებდი ნამდვილად, არ მქონდა ეგ პრობლემა მოკლედ რა. და ატყდა ამბავი, ეს იცით რომელი პერიოდია, პრესკონფერენციებზე არ მიწვევენ, ბიძინა ივანიშვილი 10 ჯერ ან 15 ჯერ ახსენებს ხოლმე ჩემს გვარს პრესკონფერენციებზე და მაშინ თქვა რა რატო უნდა მოხსნათ ხო ეს ლაშა ნაცვლიშვილი, იმიტომ რომ ელისო კილაძეს უნდა ასეო და ეს ფრაზა მახსოვს ძალიან კარგად, ოღონდ მე მაინც მოხსნა შემოდგომაზე, იმიტომ რომ ეს ერთი საქმე არ იყო, ბევრი საქმე იყო და ეს ადამიანები დაჭერას გადარჩნენ მაშინ, მოკლედ და ასე
დაიწყო ზღვარის გავლება ჩემსა და ქართულ ოცნებას შორის. მეორე ამბავი იყო, რომელიც უკავშირდება თამაზაშვილს, უკვე ღარიბაშვილთან, აი კახელების კარტელთან როგორ დაიწყო ჩემი დაპირისპირება, უკავშირდება ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზაშვილს, ვიგებ რომ მოკლედ სიამ აქვს გამოქვეყნებული ჩამდებები, ვინც მას იარაღი ჩაუდეს, დაჭერის დროს ფოტოებით, მთელი ამბებით, მოკლედ. ამ დროს გაზეთი უკვე მაქვს და ვიგებ ორ ფაქტს. პირველი ფაქტი არის ის, რომ ლალიაშვილი, რომელიც მისი ჩამდები იყო, კახეთის კუდის მაშინდელი უფროსი, ისევ ინიშნება თანამდებობას და სუფრაა კახეთში, რომ ეს კაცი დაინიშნება და დეკეული უნდა დაიკლას და მეთქი როგორ კაცმა დანაშაული ჩაიდინა, ავტომატი ჩაუდა როგორ. მერე გავიგე ცნობილი მარნის და ჩემოდნების ამბავი, როგორ ინიშნებოდნენ თანამდებობებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში და რა სპეცოპერაცია ჩაატარა თამაზაშვილმა ამისთვის, რომ ეს ამ პოზიციისთვის მიეღწია. მოკლედ და ესა საბოლოო ჯამში ესაც ამაზე დავწერე. მოკლედ მახსოვს ნინა გიორგობიანის ერთი 20 ზარი ჩემს მობილურ ტელეფონზე ეს რო დავწერე სტატუსი Facebook-ზე და არ უპასუხე უბრალოდ არც ერთ ზარს. და მეორე ფაქტი იყო, რომ ბიძინაობა, ახლა იყო ბიძინაობა სხვათა შორის. 1 ოქტომბერი, ოღონდ ის ქართულ ოცნების ბიძინაობას არ გულისხმობ. კახეთში ცნობილ დღესასწაულს. იქ იყო კახეთის პოლიციის უფროსი, რომელიც გადაღებული იყო, მოკლედ, რომ იძახდა, რომ დამთავრდა ბიძინაობაო რა 2011 წლის ვიდეოა, მოკლედ, თუ 12-ს არ ვიცი, 5 ნომერი მაისურიაცია, ანუ ნაცია, მოკლედ, ჩვეულებრივი. და არსებობს ფირი, რომელზეც ეს კაცი ამას ყვება. დამთავრდა ბიძინაობა. ეს ფირი გამომიგზავნა Skype-ში ლადო ბედუკაძემ. ბედუკაძე უკვე ჩამოსულია, მოკლედ და საქართველოს თბილისშია. ხო და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს კაცი დაინიშნა შინაგან საქმეთა პირველი შემთხვევა იყო, როცა მაღალ თანამდებობაზე მოქმედი ნაციონალური მოძრაობის მაღალ ჩინასანი დაინიშნა კანონიერ ქურდებთან ბრძოლის განყოფილებაში ხელმძღვანელად. და აი იქ დამთავრდა მოკლედ ჩემი და ქართული ოცნების ყველა წარმომადგენლის მით უმეტეს თამაზაშვილთან ჩემი ურთიერთობა ვიცნობდი გადასარევად ტელეფონზე მირეკავდა, ვურეკავდი და მშვენიერი ურთიერთობა მქონდა აქაც და აი ესე დაიწყო, მაგრამ რომელიც აღარ დამთავრდა არასოდეს. აი ეს კახურ კლანთან ასე ვთქვათ, ესე შენი ეპითეტი არის. კახელების კარტელი. კახელების კარტელი, კი ბატონო. და თამაზაშვილის მარანი. რაც ძალიან ერთი რო აღიზიანებდა, თან ძალიან მტკივნეულად იღებდნენ ანუ სხვა ზოგადად შენგან ბევრ ჟურნალისტს მოაქვს ამბავი, ხოლმე და შემდეგ რეპორტაჟს ამზადებს და ცხადია ეს კახური კლანი, ეს სიტყვები, ეს ეპითეტები, კარტელი, ყველაფერი ჩემ მოგონილია. რამაც ძალიან დიდი გაღიზიანება გამოიწვია სინამდვილეში საბოლოოდ კახური კლანი და კარტელი რო არსებობდა აგერ 2025 წელია და თავად ოღონდ ჩემთვის მანამდე დადასტურდა, როდესაც გამოვაქვეყნე მასალა. ახლა ეგ ამბავი როგორ იყო, გეტყვით. მოკლედ თამაზაშვილმა რამდენჯერმე სცადა ჩემთან ურთიერთობის აღდგენა და რაღაცა დამეგობრება, ასე ვთქვათ, და ვთქვი, მივხვდი, რომ არა, თუ ამას გავაკეთებ, მე ჩემი თავი აღარ ვიქნები მე და რაგი წავედი ამ გზაზე, წავედი. და უარი ვთქვი, მოკლედ. იყვნენ მოსულები მაგალითად წარმომადგენლები ასე ჯანყარაშვილის მეგობრები და ტიპმა პირდაპირ მითხრა რომ ბიჭო ნაქირავებში ცხოვრობ თბილისშია და ბინა არა გაქვსო და ჩვენ კიდე აგერ ვაკეში ბინას ვაშენებთო და ერთი ბინის გასაღები შენი ოღონდ დაგვანებეო რა თავია და არა თქო მე ვთხარ იმიტომ რომ ხო იცი რომ პატარა ქვეყანაა ეს და ეგეთ რამეები არ იმალება და მაშინ ჟურნალისტიკას თავი უნდა დაანებო და უნდა წახვიდე და რაღაცა ბიზნესით უნდა დაკავდე და მე თამაზაშვილმა ასე ვთქვათ მოხდა ტერმინით ვიტყვი მთელი კამპანია ჩემს წინააღმდეგ. იმ პერიოდის განმავლობაში რაც იბეჭდებოდა საქართველოს რესპუბლიკაში საერთო გაზეთში 4G-ზე გია იაკობაშვილთან რა ქვიან აი სხვადასხვა დარეჯან ლიპარტელიანთან სააგენტოში ისეთ რამეებს კითხულობდი ჩემს თავზე რომ გაოგნებული ვიყავი, ან რა ფანტაზია, ან რატო ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო, არ ვიცი, აი მართლა ვერ ხვდებოდი. ოღონდ ყველაფერი ასავალ-დასავალი. ანუ მორალურად გიტევდე რაღაც ერთგვარი მორალური განადგურების ამბავი და მე იყო უკვე ფიზიკურად უკვე დათოს დაჭერა, მაგრამ ანუ ნახეთ, იცი რა არის ძალიან რთული გზა, ეს არ არის მარტივი გზა და ადამიანს რომელსაც ცოტა ფსიქიკა ყარი არ აქვს ამას უბრალოდ ვერ გაუძლებ. კლავენ, ეს არ არის მარტო მორალური ტერორი. ისეთ რამეებს გიგონებენ, რომ ადამიანმა შეიძლება, აი რა ვიცი, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები მიიღო
და რა ვიცი, ყველა საშინელ ჭორებს ერთ ჭორი იყო, ეგეთი იყო, ჩემი საყვარელი ჭორია ოღონდ ეს, რომ პლანი მოწიაო და კაპოტის ქვეშ შეძვრაო, პლანი და სიგარეტსაც არ ვეწევი ხალხო, რა პლანი, მაგრამ აი დემორალიზებას გიკეთებენ, რომ როგორმე ამას ყველაფერს თავი დაანებო. საშინელება არ არის მოტივი ამბავი. ბევრი ჟურნალისტი ალბათ გამხდარა მაგის ხვერპლი მათ შორის მეც, მაგრამ გადაცემა ჩემზე არ არის და ჩემს ამბავს არ მოვყვები. შენ თავად ახსენე დათოს დაკავება. როცა დათო დააკავეს. 13 მარტი პირველად რომ მოხვედი თბილისის პოლიციის სამმართველოსთან. პირველი ყავს შენ ოღონ ჟურნალისტებიდან. ხო, მაშინ კურიერში მუშაობდი, იმ კურიერში რომელსაც ჰქონდა ღირსება და დათო რომ დააკავეს, მაშინ საზოგადოებამ სხვანაირი ელისო ნახა. არ მიტირია სხვათა შორის ის 120 დღე, როცა დათო ციხეში იჯდა, ძალიან სხვანაირი, მე თვითონაც სხვანაირი ელისო ვნახე, იმიტომ რომ ეს არის ამბავი, რომელსაც თუ არ გამოცდი, ვერ გაიგებ. ძალიან რთული ამბავი. შენ რომ მოხვედი პოლიციის სამმართველოსთან, მაშინ უკვე ვიცოდი ჩემგან რა უნდათ, იმიტომ რომ მოვიდა ერთი ადამიანი, ძალიან მახსოვს ერთი ქალი უნდა ვახსენო აუცილებლად. ჩემთვის უცნობი მაშინდელი გულოქვია, სახელად გვარი აღარ მახსოვს. სრულიად უცნობი ცოლქმარი მოვიდა, ყავები მოიტანეს და ცხელი ყაჭაპურები. თანადგომისთვის, ანუ იმ ღამეს მოკლედ და თბილი პლედი მომიტანეს, იმიტომ რომ რაღაცა ესე ჟაკეტით ვიყავი და შენ რომ მოხვედი, მაშინ უკვე ვიცოდი, ნამყოფი იყო გამოგზავნილი მათი შუამავალი, რომ მოკლედ გაზეთი გადაუფორმე, კონკრეტული სახელი და გვარი მითხრეს გიორგი მამაცაშვილი. ნუგზარ ფოფხაძის მოკლედ მარჯვენა ხელი და ექსპერტიზა დადებს ცნობას, რომ ის რაც შენი შვილის ჯიბიდან ამოიღეს, ეს არის სოდა, ან შაქარი. მოკლედ და ანუ ეს იყო წინაპირობა გაზეთი გადმოგვიფორმე, ეს უსწრებდა წინ დათოს დაკავებას. იმ მომენტშივე შემომთავაზა. პოლიციის სამმართველოსთან წინ უძღო და მარტო შავი პიარი, საშინელება და რავი უბედურება. და ეს იყო იმ მომენტში, როგორც კი მივედი პოლიციის სამმართველოსთან მალევე, ანუ სანამ შენ მოხვიდოდი და სანამ ჟურნალისტები. მაშინაც არჩევანი მქონდა რა, რომ წავსულიყავი ამ გზით, ან არ წავსულიყავი იმ გზით, რა გზითაც წავედი და აი მაშინვე პირველი რაც აი ხა მახსოვს ზუსტად ინტერვიუში რაც გითხარი, რომ თუ ამ ყველაფრის საზღაური არის ქრონიკა პლუსი, ჩემი პასუხი არა თქო. ეგ იყო ინტერვიუში ნათქვამი პირველივე ფრაზე. ამ დროს უკვე გამოვიდა ადვოკატი, რომელმაც გითხრა, რომ დათომ შემომითვალა, რომ კიბეებზე როადის იქაც იძახის, რომ ჩადებულია ნაგლათო, შეურაცხყოფას აყენებდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლის თანდასწრებით დედას უგინებდნენ და ნუ საშინელი გზა გაატარეს და მე მადლობელი ვარ უჩან ანუაშვილის, მაშინდელი სახალხო დამცველის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს სიმართლე არ დამალულიყო. დათოს ჩაუტარეს ნარკოტესტი სახალხო დამცველის წარმომადგენლის თანდასწრებით, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველა კომპონენტზე. და მე ამოუყვანეს, რომ ის რაც ჩაუდეს, ანუ ბუპრენორფინი ამოუვიდაო და ბოლო-ბოლო ვერ ჩამოყალიბდნენ, აღარ ბრალში ეს იყო ისეთი რაოდენობა 2 შეკვრა, რომ ბრალში უწერიათ, რომ შეძენა შენახვა. ანუ რეალიზაცია არ ქონდათ ჩაწერილი. იმდენად ჩქარა იყო რა ეს ყველაფერი. გაკეთებული და მოკლედ დაიწყო ძალიან მძიმე ბრძოლა იმისთვის, რომ და ბევრი კარგი ადამიანი ვნახე მე ამ ბრძოლის გზაზე. ხო, ეგეთი განსაცდელის დროს ლუსტრაციაც ხდება შენს გარშემომყოფების და რაღაცნაირად. პირველ რიგში ეს იყო, იცი რა, შეშინებული გოგო, შორენა, რომელმაც გადაიღო დათოს დაკავება და ოგში რო ეწერა 2 პოლიციელი სინამდვილეში სპეცოპერაცია ჩატარდა, 12 ადამიანი იყო იქ. და 12 ადამიანი, მათ შორის მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. ყველა მათგანი სახელები და ერთ სხვათა შორის ვნახეთ ეს ჩამდებები, ყველანი წავიდნენ მერე პოლიციიდან, იმიტომ რომ უკვე დაკავების, დათოს გამართლების მერე დაკავების საფრთხე ჰქონდათ და გორში ვნახეთ, გავჩერდით იქ გუდვილთან და მაშინ ერთ-ერთი დამკავებელი და აი ჩემი შვილი სხვანაირია, მე არ ვარ ეგეთი გულჩვილი. მივიდა ხელი ჩამოვართვა მიესალმა და როგორ ხართო ოჯახთან ერთად იყო, მეტი არაფერი და ის თავის გზაზე წავიდა, ჩვენ გზაზე წამოვედით. და რთული ამბავი იყო მოკლედ 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა და მე ამ გოგო ვიცოდით რომ ეს პირი არსებობდა, დაუმტვრიეს ტელეფონი და აღმოჩნდა რომ ის ჩიპიანი ტელეფონი ჰქონდა და ის ჩიპი გადარჩა. და ჩიპი ჰქონდა დამალული რაღაც სათამაშოში, ჭხრეკაზე რო შესულიყვნენ, რომ არ ეპოვათ და მერე ბოლოს თვითონ მოვიდა და ეს პირი მოიტანა, რომელიც იყო გადამწყვეტი დათოს გამართლების საქმეში მოკლედ და
ხათუნა ხარშილავა არ შემიძლია რო არ ვთქვა. აი, მოსამართლეზე მეც მინდოდა მეკითხა, მაგრამ შენ თავად ვიცოდი რომ აქამდე მოხვიდოდი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში, მაშინ ესე ტოტალურად გაკონტროლებული ეს ინსტიტუტი და ნახეთ რატო არ იყო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ იყვნენ დარჩენილი მოსამართლეები, რომლებსაც ვადა არ ჰქონდათ ამოწურული, იყვნენ გავლენის სფეროები განაწილებული ასე მყარად არ იყო და ანუ ყველა კლანის მოსამართლე არ იყო. იყვნენ დამოუკიდებელი ადამიანები და სხვათა შორის ხათუნა ხარჩილავას მარტო ჩემი შვილი არ გაუმართლებია. ეს განაჩენი გახდა საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი, რომელმაც სტანდარტი დააწესა. მოკლედ, რა სტანდარტია საჭირო იმისთვის, რომ მტკიცებულებები იყოს ასეთ საქმეებში. ამ სტანდარტის პრეცედენტია, კი, პრეცედენტი და ამ განაჩენის საფუძველზე გამოუშვეს ბიჭები, ჩადებულები, ვინც იყო. ეხლა, იმიტომ რომ ზუსტად იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა მოსამართლეებისთვის უკვე მიხდი, რომ არ იყო ნეიტრალური მოწმეები, არ იყო ვიდეო გადაღება და არ იყო მტკიცებულებები, მოკლედ მტკიცებულებების სტანდარტი. 120 დღე იყო ჩემი შვილი გდანის ციხეში, არც ერთხელ არ მივსულ ვარ, ანუ არც პაემანზე და არც რამეს მისატანად, მოკლედ, მაგრამ 120 დღე ვიგერიებდით ტროლებს, ბოტებს და უბედურებებს. რაღაცა რეპორტიორმა მაშინ მახსოვს, ჩემი მხილების კამპანია გააკეთა და რაღაც საოცრებებს წერდნენ მაშინაც. მოდი აი ახალ ამბებზე შენ თავად ახსენე ჯანგველაძის მკვლელობა და ესეც ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სასტიკი დანაშაულია, რაც აი ამ ბოლო წლებში გვინახავს და თან ხო აქვს მნიშვნელობა ვის კლავენ, სად კლავენ და რა ფორმით კლავენ. აი კითხავ ვიცი რომ ხა ეს ამ კითხვას ასე ყველაფერზე გიპასუხებ აბსოლუტურად როგორც არ უნდა და მე პრობლემა არ აქვს საიდან მოდის ჯანგველაძის მკვლელობის დაკვეთა, იმიტომ რომ თავად შენი მასალების მიხედვით, რასაც ვუყურებ ხოლმე და ხშირად ვეყრდნობით, ოფიციალურად ბრალდებული პირების მონაწილეობას ამ საქმეში შენ არ დასტურდება საქმის მასალები. მოდი დავიწყოთ იმით, რომ როდესაც ჯანგველაძე მოკლეს, პირველი მომწერეს მე. მომწერა ადამიანმა, ვინც შეესწრო ამას და მეუბნება, რომ ლევან ჯანგველაძეა მოკლული. ბიჭო, არ დავიჯერე, იმიტომ რომ ლევან ჯანგველაძე არ არის ახლა ეგეთი პატარა ბიჭი, არც გავლენებით, არც ფიგურით, რომ ჭავჭავაძეზე ვიღაცას მოეკლა. მეთქი დარწმუნებული ხართ, ხო? და კიო, იმიტომ რომ სამედიცინო ბარათი შევავსეთო. დავდე პირველმა ასევე გელა უძილაურის ფოტო. ამის მერე იყო რომ დაიჭირეს სანდრო წივწივაძე, მე მქონდა ინფორმაცია რომ ჯოხაძესთან უკრაინაში სახლში სანდრო წივწივაძეც ემეს და შესაძლოა რომ იარაღები მაშინ მას წაართვეს, მოკლედ და შემომივარდა დამირეკა თეამა ჭავარიანმა, ბიცოლამ, რომელიც მერე სრულმოწმე გახდა ჯანგველაძის საქმეზე და როგორ არაო სანდრო არია მოკლედ ჩემი ქმრის დიშვილიო, ეგ არის ტყუილიო, ეს იარაღები დაიკარგა ჩვენთან სახლიდან დოლიძეზე, როდესაც რემონტს ვაკეთებდით და გადავდიოდით სხვაგანო და გაცხადებულიც არის პოლიციაშია. რა, ნუ მეთქი რა, ეს არის ვერსია, მე დავწერე ვერსიად და მორჩა. იმის იქეთ აღარა. ამის მერე გამოჩნდა ჯონათან მორგოშია, ბოდიში ჯონი და ნუ მერე გაირკვა რომ ეს არისო გამორგოშია. დაიწყო საუბარი აი ამ თემებზე. და დათო მიქაძე ჩემ მეგობარია, არც დამიმალავს, არც ვაპირებთ. იცი რა, და ვთქვი რომ მეგობარია და მორჩა. დამნაშავია თვითონ იცის და აგებს პასუხს და მეგობარია, დამნაშავი არ არის მეგობარია. ნეიტრალური იქნება თუ პაბეგში იქნება თუ თბილისში უფრო ვერ ვეკონტაქტებოდი, არასოდეს სუდაკავებული იყო და ისეთი რიგები მაქვს ნანახი ნიკაძეების კარზე, რაღაცა საწამებელი ოთახია და საშხაპეო და რაღაცა მთელი ამბები რო იყო და აღარ მინდა ეხლა რამდენი ჩინოვნიკი ურეკავდა მას, აუ ელისოსთან იქნება რაღაცა მიშველო და მართლა არ მინდა ის ხალხი უხარხო მდგომარეობაში ჩავალ. გადავალ შენ თავად ახსენე კონტექსტი, დათო და მისი ძმა რატო არ მოვიდა ბოლო პერიოდში თანხwebdriverში ქართულ ოცნებასთან? არაფერი არ იყო. არც თანხwebdriver, არც არა თანხwebdriver, იცი რა, ისინი არიან ფარცხალაძის მეგობრები. და მორჩა. თუ იმ ვერსიას მიყვებით, რასაც ახლა შენ ყვები, რომ მიქაძეებს ეს ამბავი და ფარცხალაძეს უჯერ ბრალი არ წარუდგენთ, მაგრამ იგივე სტანდარტს ძალიან გაუხახა კეთილი. ანუ რა ტომ ვეღარ მოვიდნენ თანხwebdriverში ხელისუფლებასთან, რომელთანაც თანაცხოვრობდნენ იდეალურად. კი, მაქვს მე ეს არ აქვიან. საერთოდ მგონია რომ ფარცხალაძემ და ლილუაშვილმა ბიზნესკაზე ერთმანეთი ჩაძირეს. იმიტომ რომ ზუსტად იმ კოლცენტრების ფულით და ოფშიაკის ფულით და შავი სალაროს ვერ გაყოფით გავლენის მოკლედ რა
და ბიძინა ივანიშვილის კარზე გაჩნდა ძალიან დიდი ეჭვი, რომ ეს ჩინოვნიკები, მათ შორის მისი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ლილუაშვილი და სხვები, როგორც ვიცი, გომელაურმა გაიმართლა თავი ფულის ნაწილში, რომ მას არა აქვს სახში წაღებული ეს ჩემოდნებით რაღაცა ფული. მოკლედ დიდი ფული მოტყდა და პირველი ეჭვი წავიდა ფარცხალაძეზე, თავისთავად ცხადია. ფარცხალაძეს ავტომატურად გაუფუჭდა ურთიერთობები, ის წავიდა რუსეთში, მას ყველა ბიზნესს ეწვდომა წაართვეს ის სპირტი და ასე შემდეგ, რასაც ის აკონტროლებდა მოკლედ და ფარცხალაძის ეპოპეა დასრულდა აქ მოკლედ და ეს რო დასრულდა ავტომატურად სივრცე გაჩნდა იმისთვის, რაც უნდოდა კოკა მორგოშიას. ეხლა რა უნდოდა კოკა მორგოშიას? კოკა მორგოშია ბენზინების ცნობილი დაღეგების საქმეში იყო ფარცხალაძესთან ერთად. ფარცხალაძესთან ერთად საკმაოდ დიდი ფული მოტეხა და გაირკვა რომ კოკა მოტეხა ფული. და კოკა ცემეს ამის გამო ფარცხალაძის კარზე ძალიან და გააგდეს და იმდანაც რთული სიტუაცია ქონდა რომ მოსკოვში წავიდა ბიზნესი უნდა ვაკეთო პოლიტიკას თავს ვანებებო თუ გახსოვთ რა ამ დროს გაჩნდა სივრცე იმისა რომ კოკა მორგოშიას უკვე დაებრუნებინა მისი გავლენები და გავლენები ქონდა მას თბილისში ალტინფოს ბანდებს აკონტროლებდა აფინანსებდა ჯანგველაძეებს იცნობდა ლევან ჯანგველაძე მას აფინანსებდა და ცოტა უთანხმოება ქონდა ჩემი ინფორმაციით, იმიტომ რომ ჯანგველაძე ფულს თხოვდა, რომ აი ეს ფული ამდენი რომელიც ჩავდეთ, სად არის ეს? ანუ შედეგი რა არის რა ამ ფულის დაბრუნებაზე? რაში დებდა ჯანგველაძე, რაში უდევდა ფულს? პოლიტიკაში, ალტინფოში და ანუ უნდოდა რომ მოთამაშე ყოფილიყო მოკლედ აქ და ერთ-ერთ საყრდენად მოკლედ გადაწყვიტა რომ ეს ყოფილიყო მოკლედ რა. და აი ეს იყო მორგოშიას სცენარი, რომელშიც მონაწილეობდნენ დანარჩენები ყველანი. ოღონდ მორგოშია თამაშობდა კულისებში, არ გამოდიოდა გარეთ და გარკვეულწილად ის შედეგი რაც ახლა არის, რომ გიორგი მიქაძე არის ციხეში, არის ამ დუმილის დამსახურება ბჭყალებში, იმიტომ რომ მაშინვე რომ ხმაურია ტეხილიყო და მაშინვე განმარტებები რომ გაკეთებული იყო, ეს კარგი მასალა, ანუ რაც იყო საზოგადოებისთვის, რა მიქაძეები და ფარცხალაძე, ხო? აი ესეთ რამეს ამბობ, რომ აი მოკლეს ესეთი გავლენიანი კაცი, ძალიან მე არ მჯერა რომ შეკვეთის გარეშე მოკლეს. რა არის მტკიცებულება? მტკიცებულებს 300 გვერდიანი დასკვნა მაქვს პროკურორმა თქო და ისე მაინტერესებს სამეთში რა პრეზენტაციას გააკეთებს ამ ემისა საბოლოო სიტყვა მაქვს 300 გვერდია. დათო მიქაძე მიდის სასტუმროში გიორგი ჯოხაძესთან. დათო მიქაძე და გიორგი ჯოხაძე არიან ბევრი წლის მეგობრები. 12 წუთით მიდის, დგას დერეფანში, საუბრობენ 12 წუთი და გამოდის. გამოძიება ამბობს, რომ აქ მივიდა გიორგი მიქაძე. არა, გიორგი მიქაძე იქ არ ყოფილა. და გამოძიება იმასაც ამბობს, რომ ჩანაწერს, რომელსაც ხმა არ აქვს, საუბრობენ რაღაც ამაზე და არა იმაზე. ამაზე, დათო მიქაძე, აი ხა არის გოიმი, კაცი, რომელსაც ამხელა ამბავი აქვს და თავისი ბექგრაუნდი აქვს ამ თბილისში, ხო? რომ ჩართული ტელეფონებით, ლოკაციებით, ჩართულ კამერებში სასტუმროში მივიდა და ჯოხაძესთან ერთად დაგეგმა დარწმუნებული იყავით, რომ დათო მიქაძეს და გიორგი მიქაძეს რომ დაეგეგმა კაცი შვილი ვერაფერს ვერ გაიგებდა. უბრალოდ ისევ მიჩნდება ელისო კითხვა. ეტყვი გიორგი მიქაძე რატო და რატო გიორგი მიქაძე სასტუმროშიც ნამყოფი არ არის. უბრალოდ უძილაურს რა თქმა უნდა იცნობენ, იმიტომ რომ ჯოხაძის დაცვაში იყო. ერთადერთხელ ყავს გამოყენებული გიორგის როგორც ვიცი დაცვა არ ყავდა და გიორგი უძილაურმა სადღაც გააცილა, ოღონდ ეს ძალიან ბევრი ხნის წინ იყო და რადიუში სადღაც გიორგი მიქაძის ტელეფონი რომელიღაც ანძაზე ანძა აჩვენებს მის ტელეფონს. მე და შენ აქ როზი ვარ და ჩემი ტელეფონი ეხლა რაღაცა ანძას რო აჩვენებს. გვერდზე შენობაში მკვლელობა რომ მოხდეს. მე და ვიცნობ იმას, ვინც არის მკვლელი. მე ვარ ამიტომ დამნაშავე და რას გეგმავდნენ თებერვალში დათო მიქაძე და გიორგი ჯოხაძე რომ მარტში გარდაიცვლებოდა გიორგი ისა ჯანგველაძის ნათესავი ვიღაცა ჩამოვიდოდა და უნდა მოეკლა. უცნაური იცი რა არის კიდე ეხლა ყველა პროცესებზე დავდივარ. ამ უძილაურმა მოკლედ გამოაცხადა რომ მე მინდა რომ ჩვენება მივცე. აი დიდი ამბავია ხო ამდენი ხანია იმ ნარჩუნე რა არავინ არ იცის რა სიტყვის. იმიტომ რომ ყველა ველოდებით რომ ან რეალური დამკვეთი ან ხელი დაადოს მე ველოდები ერთ-ერთ ვერსიად რომ მას ეს ეწოლა განხორციელდა მისი ბიძაშვილი ჩამოუყვანეს ყვარლიდან და ციხეში შეუყვანეს ხო ვნახეთ რომ ეს აუგიას თავლა ვისაც უნდა თურმე შეუყვანს და კამერებს გათიშავს და ასე შემდეგ მე უკვე ეწოლა მოხდა მის ბიძაზე დედის მასთან მივიდა ასევე კოკა მორგოშიას ტიპი რომ ესა რუსთაველი ძველი ბიჭი მეცა სოსო მეცა ხელად ყასაბიჭი გვარი არ ვიცი ჯერ ვერ მოვიცალე ამის დასადგენად რომ დაადოს ხელი მიქაძეს და ჩვენ მოლოდინი არის რომ შესაძლებელია მან ეს გააკეთოს მართლა ჩვენ ხო არ ვიცით სამეთში რას იზა პროკურორი აძლევს კომენტარს ასეც იმ დღეს ვნახე მაგის ისა მისი კომენტარი. იცი რა, დიდად საინტერესო კი არ არის ახლა მაგის ვერსიები, რას მოყვება. რანაირად არ არის საინტერესო. ხო, თავარი ბრალდებულია. თავარი ბრალდებულია, მკვლელობა დადასტურებული და რანაირად არ არის საინტერესო. მე მჭირდება მტკიცებულებები, რომელიც მეტყვის, რომ დათო მიქაძე არის ამ მკვლელობის ორგანიზატორი კი.
ეს მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ არის. კიდევ იგივე უნდა გკითხო, მაშინ რა ინტერესი აქვს მიქაძეების და ჯოხაძის ქართულ ოცნებას? ძალიან კარგი მასალა იყო ფარცხალაძის გარემოცვიდან, ვისაც შეიძლებოდა შეკვეთილი მკვლელობა დაბრალებოდა. და შეიძლება ასევე გითხოთ, რომ ჯანგველაძის მკვლელობის დაკვეთა მოდის კრემლიდან და შეიძლება ამას ფარავდეს არ გამოვრიცხავს საერთოდ. 2012 წლის ხელისუფლების ცვლილებამ ობიექტურობა მოითხოვს, უნდა ვთქვათ, და ჩვენს პროფესიაში შემოიტანა კრიტიკული სიტყვა. რაღაცნაირად მედიის ძალიან დიდი ნაწილი დარჩა კრიტიკულად მოაზროვნე. პარალელურად მივიღეთ აგერ 13 წლის შემდეგ ჩრდილო კორეულ მედიაზე ბევრად მძიმე ტელემედიები. განსაკუთრებით აი ამ ბოლო წლებმა, ამ აქციებმა და ამ დაკავებულებისადმი ნულოვანმა ემპათიამ, კაცო, ჟურნალისტი ხარ გასაგებია, მაგრამ დედა ხო ხარ და შვილი ხო ყავს და და ხო ყავს და ვიღაც აი რანაირად შეიძლება გაგივლია რაღაცა მსგავსი რამაც ხო და რანაირად შეიძლება რომ ეს ყველაფერი მოგწონდეს და ამბობდა რომ მომწონს. იცი რა, ჩუმად მე საერთოდ მართლა ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ესე ამორალურად ადამიანი მოიქცეს, მაგრამ დავიწყება შენ როგორ წარმოგიდგენია რომ ხვალ შეიცვალა ხელისუფლება და ნათია ბერიძე ხო მე მგონი მოინანია ეს თავისი რაღაცა ყველაფერი და გადაწყვიტა რომ კრიტიკული ჟურნალისტი გახდეს ან ირაკლი შიხლაძე კაცო ჩემ ხელში გაზრდილი ბავშვია ქუთაისში ტელეკომპანია რიონში მუშაობდა მე მაგ 6 თვიანი სტაჟი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობის კაკო ბობოხიძესთან საზოგადოებასთან არა ადმინისტრაციის უფროსი ვიყავ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც არა და ირაკლი შიხლაძე წამოვიყვანე და მუშაობდა აქ და ისეთი ბეჯითი იყო დავალების მიცემაც არ ჭირდებოდა ყოველთვის იცოდა რა უნდა გაეკეთებია და ეს ირაკლი ჩიხლაძე რომელიც ჩემს თვალწინ გაიზარდა რაღაცა წვლილი მაქვს შეტანილი მის რაღაცა კარიერაში და ასე შემდეგ ურცხვად იჯდა ღებრიშვილის წინ და ჩემი შვილის დაკავების დეტალებზე კითხვებს უსვამდა როგორ უნდა დამავიწყდეს მე პიროვნულად და ყველა სხვა დანარჩენს ვიზეც რაღაცა გავუკეთებდა და როგორ წარმოგიდგენია ხა რომ ირაკლი ჩიხლაძე სადმე განვიხილო რომ როდესმე ჟურნალისტიკაში ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება ირაკლი ჩიხლაძე რას იტყვის ან როგორ სიუჟეტს გააკეთებს სულ რო ქვეყანა დაიქცეს და სულ რო გადაბრუნდეს და კრიტიკული რაღაცები საუბარი დავიწყეთ ჩვენ პროფესიაზე ერთად ამაშიც დავჭით მაგრამ აი ჩვენ პროფესიას კიდე რა აქვს ისი შენ დაგავიწყდებიან და დაგავიწყდება შენი რეპორტაჟები მაგრამ რესპონდენტებს შენ არასდროს არ დავიწყდები არა და კეთროვანები ხდებიან მოკლედ და ცხოვრების გაგრძელებას როგორ აპირებენ ხვალ მეცხრა ხელისუფლებები მუდმივები ხო არ არიან კაცო ჩვენ თვალწინ ხო შეიცვალა მიშა სააკაშვილის ხელისუფლება მე მაგ პიჯაკების საქმე ნანახი და საჩუქრებია ამ ადამიანებისთვის ფული სასტუმროს ნომრები აღებული ანუ დელეგაციებში როცა იყვნენ რა მიშა სააკაშვილთან ერთად სადილის ხარჯები და ასე შემდეგ და ეხლა დგანან და სიუჟეტებს აკეთებენ მიშაზე და ნუ რავი ახ მათი მორალის ამბავია მათი არჩევანია და ამ არჩევანს ვერავის ვერ დაუშლის რეალურად ხო რაღაცნაირად ყველაფერი წყალი ყოველთვის მიდგება და მაინც ეძებს საგუბარს რომ ჩადგეს ბოლო კითხვა იყო და დავასრულოთ როგორ წარმოუდგენია ელისო კილაძეს 10 წლის შემდეგ ქრონიკა პლუსი ოღონდ ინტერნეტმა უკვე შეჭამა გაზეთი. ხო, ნუ ეს შეჭამა როგორც გაზეთი, რადიო, ტელევიზია, ეს ლოგიკურია. ხო, ლოგიკურია. მე არ ვიცი როგორი არსებობს, მაგრამ რო არსებობს და ეს არსებობის 2013 წელს გამოვიდა პირველი ნომერი აპრილში, მაგრამ რამდენი ხანია უკვე რაც მოვდივართ ისე რომ ერთი ძალიან ბევრი თანამშრომელი წავიდა ჩემგან, ზოგი ამიზაზის გამო, ზოგი იმიზაზის გამო, მაგრამ ვერავინ ვერ თქვა, რომ რამე მასალა დაუბლოკე, ან რამე დავალება მივეცი, რომ შეკვეთა, რომ ეს უნდა გაეკეთებია და ეს მოვახერხე აქამდე ასეა და თუ ამას ვეღარ მოვახერხებ, აღარ გავაგრძელებ თავის თავოცხადია, მაგრამ ის რო აი მარკეტინგული თვალსაზრისით, ხო, 10 წლის მერე მგონია, რომ გაზეთების დრო აღარ იქნება ამ ქვეყანაში. ხო. მაგრამ ქრონიკა პლუსი როგორი იქნება, რა ფორმით იქნება, ალბათ აი ამ აი როგორიც იყო პირველი დღიდან ისეთები ვარ დღეს, ახლა და სანამ მე ვარ და ცოცხალი ვარ, არაფერი არ შეიცვლება. იქნება ისეთი როგორიც არის. კეთილი. 10 წლის შემდეგ კიდევ ერთი ინტერვიუ ჩავწეროთ. დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. კარგ საღამოს გისურვებ. ასევე